ღმერთმა დაგნოსოთ, გაგაძლიეროთ. სულიერი წინსვლა გქონოდეთ. ყოველთვის ფიქრობთ, თუ ვინ ვართ ჩვენ და რა დანიშნულება აქვს თითოეულ ადამიანს ამ ღვთის მიერ შექმნილ ჩვენი ეწუთის სოფელში. ამ სამყაროში, რომელიც არც ემანაცია ღვთისა, არც ასე ვთქვათ, რაიმე პირველ მასალა ქონია უფალს, არამედ არაისაგან შეიქმნა. ყოველივე შეიქმნა როგორც ex nihilo. ანუ ყოველივე ეს, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ეს არის ღვთის მიერ ქმნილი სამყარო არაისაგან. ამის შესახებ შეგვიძლია მაკაბელთა წიგნში ვიხილოთ მუხლი. და რა თქმა უნდა, ეს მშვენიერი სამყარო, რომელშიც ჩვენ ვიმყოფებით, ეს უზარმაზარი კოსმოსი, ირეკლება ყოველ თითოეულ ადამიანში, ჩვენთაგანში თითოეულში. ჩვენ ვართ ის არსებები, რომლებიც ღვთის ხატად და მსგავსად შექმნილი არიან. რანი ვართ ჩვენ? რა არის ჩვენი დანიშნულება? უფალი, სამყარო და ადამიანი და ადგილი ადამიანის ამ სამყაროში. ვინ ვართ ჩვენ? რატო ვართ ამ დროისა და სივრცის კონტინუუმში, ამ დროში, ამ სივრცეში გაჩენილი? რა დანიშნულება და რა მისია გვაქვს ჩვენ? აი ამაზე უნდა ვიფიქროთ. უნდა ვილოცოთ. უნდა ვევედროთ ღმერთს. უნდა ვიტვირთოთ ჩვენი ჯვარი, რომ გავიგოთ, რისკენ უნდა მივისწრაფოთ ჩვენ. რისთვის მოვხდით ამ მშვენიერ სამყაროში? რა არის მთავარი დანიშნულება ჩვენი? და რა არის ის მისია და რა არის ის მთავარი რამ, რაც უნდა გავიგოთ ჩვენ აქ, რისთვისაც ჩვენან გაგვაჩინა არაყოფიერიდან ყოფიერში უფალმა. ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე. შეიცან ჭეშმარიტება და ჭეშმარიტებამ განთავისუფლოს შენ. დათმე შენი ვნებები, დათმე ყოველივე ისაც გიშლის, ის ბალასტი, ის უარყოფითი, განკითხვა, შური, ბოღმა, ავმეხსიერება, ეგოიზმი, ამპარტავნება, უკიდურესი თავის დაფასება, საკუთარი თავის ძალიან მნიშვნელოვნება. ყოველივე ამაო მიზნები და ამაოება, რაც გიშლის ხელს იმაში, რათა მიაღწიო მთავარს, შეიცნო და შეისისხორცო შენი ადგილი სამყაროში. იმ ყოფაში, იმ კოსმოსში, რომელშიც შენ გაგაჩინა ღმერთმა, იმისაც რომ ცადა დედამიწა შეაერთო, იმისაც რომ განიღმრთო, იმისათვის რომ თეოზისი განიცადო. დრო გადის, წელიწადი წელიწადს მისდევს და ზოგი ისე ცხოვრობს, რომ სიმშვიდეს ვერ პოულობს. ბევრი ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ და მთელი ცხოვრება ისე ატარებს თავის ყოფას, რომ ამა რუტინისა და ამა ქვეყნიერების, ასე ვთქვათ, საკითხების მოგვარებაში გადის ის ძვირფასი დრო, რაც ღმერთმა მას მისცა. ამიტომ უნდა ვერიდოთ ამაოებაში დროის კარგვას, თავარზე უნდა ვიფიქროთ. თავარი კი რა არის? ეს არის უფალი ჩვენი იესო ქრისტე, სახარებისეული ჭეშმარიტებანი. თავარი არის ის, რომ ადამიანმა ყოველივე გადადოს და მთავარი შეიმეცნოს, ისთვისაც აქ გაჩნდა, ანუ ჭეშმარიტება უფლისა ჩვენის იესო ქრისტეს, ჭეშმარიტება სახარებისეული. უამრავ ადამიანს გვიშლის ხელს ყოველივე რაც ეხება ჩვენს უკიდურეს, ასე ვთქვათ, შემომავალ გარედან და ჩვენ შიგნით მყოფ უკიდურეს სიბილწეს, უკიდურეს ეგოცენტრის, ექსტრემალურ სულიერებას, ექსტრემალურ და ასე ვთქვათ, რადიკალურ მატერიალიზმს, რომელმაც ასე ვთქვათ, მოიკიდა ფეხი ჩვენ სულში, გაფეტიშებას ფულისა, გაფეტიშებას თანამდებობისა, გაფეტიშებას საკუთარი მნიშვნელოვნებისა, საკუთარი მეს გაბერვას უკიდურეს ზომებამდე, რომელიც უკვე თავის სიხისტისა და ასე ვთქვათ, დრეკადობის კოეფიციენტის მაქსიმუმს მიაღწევს თუ არა ამ თავრებს იმედგაცრუებითა და სასოწარკვეთილებით. ამიტომ ჩვენი მთავარი მისია ამ დროში არის ის, რომ კანონი უფლისას შევიმეცნოთ. შევიმეცნოთ, რისი უფლება აქვს ქრისტიანს, რა უნდა გააკეთოს, რა არ უნდა გააკეთოს, რა შეიძლება მისთვის, რა არ შეიძლება მისთვის. მთავარი ისაა, რომ ჩვენ მივემსგავსოთ უფალს, იესო ქრისტეს. უფალი ჩვენი იესო ქრისტე ეს არის სრული ღმერთი, სრული კაცი. ანუ მართლმადიდებელი სარწმუნოების დოქტრინა გვაძლევს საშუალებას იმისა, რომ ჩვენ სრულად შევიმეცნოთ და სრულად, ასე ვთქვათ, მთელი ფუნდამენტალობით გავაცნობიეროთ ჩვენი თავი ამ სამყაროში, თუ რა გზები, რა ნაკადები, რა ცდუნებები, რა დადებითი და უარყოფითი, მარჯვენა და მარცხენა, პლუსი და მინუსი, პოზიტივი და ნეგატივი მიედინება ამ კოსმიურ სივრცეში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით. რა გავლენები მოქმედებს ადამიანს? ისეთი ადამიანზე, რომელიც უნდა შეიარაღებული იქნეს მართლმადიდებელი სარწმუნოების დოქტრინის სრული ინსტრუმენტარიით, რომ გაარჩიოს და გზა გაიკვლიოს და გაარჩიოს უფლის კურთხევით, მოზღვის კურთხევით,
ზიარებით, აღსარებით საეკლესიო მართლმადიდებელი ეკლესიური ცხოვრების რეჟიმებითა და რიტმით და სტანდარტებით გაარჩიოს და გაიკვლიოს გზა ამ ცხოვრების რთულ და ძალიან მრავალ განზომილებიან, მრავალ საფეხუროვან სივრცეში. გაიკვლიოს გზა, ანუ გზა მისი იყოს უფლისაკენ და რა თქმა უნდა არ შევიდეს ისეთ ჩიხში, საიდანაც ვერ გამოვა. ანუ ჩიხი, რომელიც არსებობს სულიერობაში, ეს არის ჩიხი ურწმუნოების, ჩიხი მატერიალიზმისა, ჩიხი ჰედონიზმისა, ჩაკეტილი სივრცე, ასე ვთქვათ, თვითფუფუნებისა, თვითმაამებლობისა, საკუთარი სივრცე მხოლოდ საკუთარი თავის, ასე ვთქვათ, დაკმაყოფილებისა და სურვილებისა და სიამოვნებების მიღებისა. ანუ მოხმარებისა და უტილიტარული, ასე ვთქვათ, გამოყენებითი მიზნებით ცხოვრების ჩიხი. ეს ამ ჩიხში ძალიან ბევრი მოექცა, ძალიან ბევრი ქეჩოთი არის, ასე ვთქვათ, სიმბოლურად ვთქვათ, დაჭერილი ამას სოფლის თუნებებით. ბჭყალებში შეიყვარა ამას სოფელმა. მაგრამ სინამდვილეში ეს სიყვარული ამას სოფლისა მასტური და ასე ვთქვათ, გამანადგურებელია. იმიტომ ვერავითარ დივიდენდს ადამიანი ამას სოფლის სიყვარულიდან ვერ მიიღებს. თუ ამ სოფელს უყვარხართ, მაშინ ქრისტესი არ ახართ, მაგრამ თუ ქრისტესი ხართ, მაშინ ეს სოფელი გძულობს თქვენ. ამიტომ რომ პირველად უფალი მოიძულა, გავიხსენოთ სახარებისეული სიტყვები. ამიტომ ხელის გულზე ერიდეთ იმისა, რომ ხელის გულზე გატაროთ ამას სოფელმა. უამრავი ადამიანი, როგორც აღნიშნე, ისედაც ჩიხოვან მდგომარეობაშია. ეს იქნება დღევანდელ მძიმე დროში ეკონომიკური პრობლემებით, ეს იქნება დავუშვათ სულიერი კრიზისით, დეპრესიით, ასე ვთქვათ, ეგზისტენციალური კრიზისით, ცხოვრების საზრისის დაკარგვის კრიზისით, სრულფასეულობების გაფეტიშების კრიზისით და ასე შემდეგ, კურნებას საჭიროებს. გლობალური ლოცვა კურნებისა ყველა სჭირდება. შესაძლებელია ალბათ გლობალური, საერთო ლოცვა კურნებისა. როგორც ფსიქოლოგიური კურნების, ფსიქიური კურნების, ასე ვთქვათ, ფიზიკური, მენტალური, ემოციონალური, ფიზიკური სხეულის შედეგად. განკურნება მოდის უფალი ჩვენი იესო ქრისტესა. პირველ რიგში მოდის მართლმადიდებელი სარწმუნოების სწავლების სრული და მთლიანი, ასე ვთქვათ, გამთლიანებულ ფორმაში. ის კიდე დანაწევრებულ, დაკუცმაცებული, ელემენტ გამთლიანებული ანალიზისა და სინთეზის შედეგად გამთლიანებული შესაცხორცების ერთიანი მსოფლმხედველობის, ასე ვთქვათ, დისკურსში მისი გაგების, ვთქვათ, და მისი შესაცხორცებისა და გაცნობიერება გააზრების და პრაქტიკულად გამოყენების ცდელობის, შეიძლება ყველაფერი კარგად არ გამოვიდეს, მაგრამ ცდელობის მაინც ამ ძალისხმევით იწყება ამით. შემდეგ უკვე პრობლემისა და ასე ვთქვათ, ავისა და კარგის გაცნობიერების და მისი გაგების ფაზით უკვე ნახევარი პრობლემა გადაჭრილი, ადამიანი უკვე სულ სხვა ეტაპზე დგება. მისი ცნობიერება ფართოვდება, მისი გულის ცნობიერება ფართოვდება, გონების ცნობიერება ფართოვდება, იწმინდება ეკლესიური ცხოვრების და ასკეზით, მარხვითა და ლოცვით იწმინდება მისი გული, გონება, მთლიანად სული სამშნელი სხეული ძლიერდება, იმუნიტეტს იძენს. შემდეგ ხდება უკვე განკურნების შემდეგი ეტაპი, როცა ადამიანი მადლს იღებს და განიღმრთობა. მისი სული და მისი სულიერი, ასე ვთქვათ, ორგანოები უკვე გარკვეულ სხვა, უფრო, ასე ვთქვათ, ხარისხობრივად სხვა თვისებებს იღებენ. ისინი უფრო დაცულია და ადვილად უზურპირებადი და ადვილად, ასე ვთქვათ, შეტევის განხორციელების, წარმატებად განხორციელებისა ბოროტი ძალების მიერ უფრო ვერ არის. ანუ ადამიანი უფრო ადვილად აღებადი ციხესიმაგრე აღარ არის. და თუ მოხდა მისი დაცემა, ადვილად ადგომადია. ეს მცირე ფაქტორი არ არის. და დიდი თემაა, რა თქმა უნდა. განკურნება ხდება ადამიანის წლების განმავლობაში, თვეების განმავლობაში. შეიძლება ძალიან დიდი ხანი თუ მოინდომებს ადამიანი, უფრო მოკლე ხანშიც მოხდეს, მაგრამ ის არ უნდა ვიფიქროთ, რომ ერთ დღეში მივიდა, ერთ დღეს ეზიარა, ერთ დღეს დაიცვა მარხვა რაღაც პერიოდი, ერთი რაღაც ძალისხმევა გაიღო და დამთავრდა. ეს არ არის ერთჯერადი ძალისხმევა. ამიტომ უნდა რიტმი ძალიან ბევრ ამას ნიშნავს განკურნებაში. რიტმი ეკლესიური ცხოვრებისა, რიტმი მუდმივი ძალისხმევისა, რიტმი თანდათანობითი თლისა, თანდათანობითი გამოკვეთისა, ჩვენში ღვთის ხატებისა და მსგავსებისა. რა თქმა უნდა, თანდათანობით შემოდის ამის შემდეგ სიმშვიდე და უკვე ჩვენ ვგებულობთ და ვგზნობთ რაღაც სიმყუდროეს. სიმყუდროეს იმისა, რასაც ქვია სიმშვიდე უფლისა. სადაც სიმშვიდე უფლისა არის, იქ სიხარული შემოდის, შენდობა, პატიება. ყოველგვარი რაც გვაწუხებდა ადრე ზედმეტი, გასაკვირი ხდება, მაგრამ აღარ გვაწუხებს. ყოველგვარი ის, სადაც თითქოს ადრე დროს ხარჯავდი და ძალიან ბევრს ფიქრობდი და ამავებათას გადაყოლილი ვიყავით, ხედავთ რომ თურმე ეს აღარ გვაწუხებს და უკვე მთავარზე მიგვითითებს ყოველივე ჩვენი ცხოვრების საზრისისა.
ხედავთ და გრძნობთ დროის სვლას და დროში ჩვენი ყოფობის სწორ და მართალ პოზიციას. ესეც დიდი ფაქტორია. მინდა რომ ჩვენი სულიერი ასე ვთქვათ ძალისხმევა, ყოველი ძალისხმევა ყოფილიყოს სიხარულით აღსავსე. ყოფილიყოს აღსავსე უამრავი დადებითი მოსალოდნელი თუ მე ვიტყოდი რომ ხათი არსებობს მოულოდნელი სიხარულს, მოულოდნელი სიხარულებით აღსავსე. მუდამ ჩვენი გონება და გული მოულოდნელი სიხარულებით ღვთისგან მოწოდებული დაუმსახურებელი წყალდობით ყოფილიყოს აღსავსე. ყოველგვარი სევდა, ყოველგვარი აჩრდილი წუხარებისა, ამა სოფლის საზრუნავისა, ყოველგვარი ასე ვთქვათ, დამაბრკოლებელი ფაქტორები, რაც ჩვენს ცხოვრებაში რაღაცა ადამიანს აკლია ზოგჯერ, უნდა რაღაცის შეძენა, უნდა რაღაცის მოპოვება, უნდა რაღაცის ასე ვთქვათ, მიღწევა, ევედრება ღმერთს, არ უსრულდება ზოგჯერ, იმიტომ რომ არ ითხოვს იმას, რაც უნდა ითხოვოს, რაც მისი სულისათვის არის სასარგებლო და გონია რომ ღმერთი არ არსებობს, ან არ უსრულებს. მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს რომ ეძიებდეთ პირველ რიგში სასופველსაც 1000 და სიმართლესა მისა. დანარჩენი ყოველგვარი შეგეძინოთ თქვენ. ამიტომ ისეთ რამე უნდა ვითხოვოთ, ასრულებადი რამ უნდა ვითხოვოთ და ისეთი რამე, რაც სასופველსაც 1000, ანუ ჩვენ სულს მარადიულობასთან, ცხონებასთან კავშირი აქვს. ნუ ვითხოვთ ისეთ რაღაცებს, ფულს, თანამდებობას, რეგალიებს, ძალაუფლებას, ასე შემდეგ, ისეთ რაღაცებს, რასაც ცხოვნებასთან, სულიერ წინსვლასთან არავითარი კავშირი არ აქვს და ხშირად ვერ ვიღებთ. და გონია რომ ჩვენი ფოთლოცვა შესმენელი არ არის. მინდა რომ დავლოცო ყველა დამძიმებულ ადამიანს სულიერი შემსუბუქება უსურვო. მეტი ეფიქროს ზეცაზე, მეტი ეფიქროს უფალზე, მეტი ეფიქროს თავის მისიაზე ამ ცხოვრებაში და მეტ ძალას შეიძენს სულიერს. მეტი შეუნდოს, მეტად სიყვარულში გაძლიერდეს და უკეთესი თვისებები, უფრო კულტურული, უფრო დახვეწილი, უფრო ასე ვთქვათ, შენდობი, უფრო ღრმად მოაზროვნე და ღრმად მჭრეტელი ამ ცხოვრებისა და მისი საზრის ისე გახდება ამ ცხოვრებაში. მინდა რომ უსურო ყოველთვის აღზრდეს უფალი, სახარება, ის თავარი ცნებები, რაც ღმერთმა დაგვიბარა და მოგცა სახარებაში, სიტყვა ღვთისა, რაც აუცილებელ ფაქტორებს შექმნის იმისა, რომ წინ წავიდეს და ყოველივე ექნება მას. არაფერი არ მოაგდება. ყოველივე უფალმა მოგცა ჩვენ და ყოველივეს მოგცემს. ჩვენი დამსახურებით არა ვართ აქამდე მოსული. უფლის წყალდობითა ვართ, თან დაუმსახურებელი წყალდობით. უნდა გავაცნობიეროთ ჩვენეს რომ ყოველგვარი სიკეთე უფლისაგან მოდის. ჩავიხედოთ ჩვენს გულში და დავინახავთ რომ ჩვენი თავისთვის არაფერი არ გაგვიკეთებია. ისეთი თუ რაიმე კარგი გვაქვს, არამედ უფალმა მოგცა და თუ კეთილ ნიადაგზე დაითესა, უფალმა მოიყვანა ის და წყალი დაუსხა და გაზარდა. მოდით გისურვებთ ყველას სიყვარულს, გისურვებთ ყველას ასე ვთქვათ, დაცვას ხიფათისა და მოულოდნელი საფრთხეებისაგან. გისურვებთ იმას, რომ სიკეთეში გაძლიერდეთ, კულტურაში გაძლიერდეთ, ერთობაში, დათმობაში, ერთმანეთისადმი თანაგანცდაში, თანაგრძნობაში. ვერიდოთ სოდვას. გისურვებთ იმას, რომ მეტი ლოცვა, მეტი ფსალმუნება, მეტი მარხვა, მეტი ასე ვთქვათ, მეტანიები, მეტი უფრო თაყვანისემა ღვთისა, სულში, სამშვილდში და სხეულშიც, ასე ვთქვათ, ფიზიკური თაყვანისემა ღვთისა განგეხორციელებინა. რაც აუცილებელ ფაქტორს წარმოადგენს და რაც არ შეიძლება, რამაც არ შეიძლება და ვერ შეიძლება რომ არ გამოიღოს თავისი კეთილი შედეგი. მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს, სიყვარული ღვთისა და მამისა და ზიარება სული საწმინდისა იყოს თქვენ ყოველთა თანა. ამინ.